ჩემო საყვარელო მეგობრებო, დაგიბრუნდით ცხობით. დღეს უნდა შემოგთავაზოთ ჩემი რეცეპტით მომზადებული უგემრიელესი ორცხობილები. ნახეთ როგორ გამოიყურება. ეს არის შვრიის ორცხობილები, მოხალული შვრიის ორცხობილები. აქ არის კონიაკი, აქ არის ნიგოზი, აქ არის მურაბა მე გაუკეთე, გარგლის ჯემი გაუკეთე და თქვენ რითიც შეგიძლია იმით გააკეთეთ. ნუ აი ისეთი გემოებია, ეხლა სანდრო თქვენს წინაშე გატეხავს და დააგემოვნებს და მეტყვის თან ხვალე. ხო, ხვალე თან გატეხება, დავანახოთ როგორია შიგნით რა. ეს ორცხობილა კი არა, ეს არის სამცხობილა ნახე. ნახე ეს ჯემი გამოყვა, ნახე ჯემი. ხაჭაპური ვითარი წელება. მიდი კაცო, გამოიღე ჯემია ეგ და გასინჯე ეხლა. ნახეთ როგორია ეს გარგლის ჯემით გავაკეთე. ნახეთ. ხო არის სასწაული. ფანტასტიკა. ეხა მითხარი შენ აი გემოები, აბა რა გემოები მოგდის? გემოები ჯემის გემო მომივიდა პირველი. კიდე? რომელსაც მე მოყვება რაღაცა მომუსკატო თუ მოდარიჩინი. არა, დარიჩინი გაუკეთე. დარიჩინი გავუკეთე, ხო? აჰა. აი ეს კონიაკიც აქ და რა. ხო, რაღაც კონიაკის. სიტკბო როგორ აქ არის გემოები. ხო, მოკლედ აი ესეთი აი ამდენი რაოდენობის, აი მთელი გობის ავსია ნახეთ. თუ გინდათ აი ამდენი რაოდენობის ორცხობილები გამოუცხოთ თქვენი ხელით, ნატურალური ოჯახში მომზადებული ეს რაოდენობა უგემრიელესია ხალხო, უგემრიელესია ხარ მინდა მის ბედნიერი სახე დაგანახოთ როგორია. აი ძალიან ბევრი რეცეპტისგან შევაძიერე და ესე ვთქვათ ხათოს შვრიის ორცხობილებია ეს და დაგიდებთ ზუსტ რეცეპტს. მარცელა ძალიან გემრიელია. დამლოცავთ და ხვალე ჩემს გრამაჟობით კვებაში აი მშვენივრად მივირთმევ ამ ორცხობილას ყავაზე. მიყვარხარ ცულეს მინდოდა რომ მეჩვენებინა და რეცეპტს რა თქმა უნდა დეტალურად დაგიდებთ. მოგესალმებით ჩემო საყვარელო მეგობრებო, ბევრი მსაყვედურობს რომ რამდენი ხანი არაფერი არ გამოგიცხიაო და მეგპირდებით ახლა ვინაიდან გრამაჟობით კვებაზე გადავედი და ყველაფრის ჭამა შემიძლია ცოტ-ცოტა რა თქმა უნდა. ძალიან ბევრ გემრიელ რეცეპტს შემოგთავაზებთ. ეხლა უნდა შემოგთავაზოთ შვრიის ორცხობილები, რომლის უამრავი რეცეპტი დევს ინტერნეტში რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს რეცეპტი არის ჩემი. ვერავინ ვერ მომედავება, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი ინგრედიენტები შევაერთე და მერწმუნეთ, ყველას ძალიან მოგეწონებათ. ძალიან გემრიელია, სულ რო გამოაცხობთ, რატომ უნდა ვიყიდოთ გარეთ, როცა შეგვიძლია ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ჩვენი ლამაზი თითებით მომზადოთ უგემრიელესი ორცხობილები. ამისთვის რა დაგჭირდება? დაგჭირდება აქ არის დაახლოებით 130 გრამი, 100 გრამი მარგარინს ავიღებ ამ შემთხვევაში. თქვენ ვისაც არ გიყვართ მარგარინი, უბრალოდ ამას უხდება ძალიან ამ პეჩენიებს. კარაქით მოამზადეთ, შეცვალეთ მარგარინი კარაქით, 100 გრამი კარაქი დაგჭირდება ან მარგარინი, დაგჭირდება 100 გრამი ზეთი, დაგჭირდება 200 გრამი შაქარი და ეხლა მე ვანილს, შაქარს, ცხიმს ავთქვიფავ ჩემი ფრანკოს მიქსერით და გაჩვენებ შემდეგ რა ინგრედიენტებს დავუმატებ. დაგჭირდება რა თქმა უნდა ნიგოზი, დამჭირდება 3 კვერცხი, დამჭირდება კარიცა, დამჭირდება გაგიკვირდებათ და ეს არის გარგლის ჯემი, ძალიან უხდება. დამჭირდება რა თქმა უნდა 2 ჭიქა, 2 ჩაის ჭიქა შვრიის ფანტელი, რომელიც მოვხალე და მე აი ესე დავქვი, ნახეთ, ბლენდერში, ძალიან მარტივია და იგივე რაოდენობის დამჭირდება 2 ჭიქა ფქვილი, რომელიც შეიძლება წავიდეს ფრიანი და შეიძლება არ წავიდეს. რა თქმა უნდა, უსუნოზეც ევთქვი და ეხა ავთქვიფავ ამას ყველაფერს შევაერთებ, უნდა გამოვაცხოთ 200 გრადუსზე და გაჩვენებთ რა, ხო, ეს არ დამოვიწყდეს, დაგჭირდება გამომხვიერებელი. აბა შევუდგეთ მეგობრებო და გაჩვენებთ ყველაფერს დეტალურად. კვერცხი, ცხიმი, 3 კვერცხი, 100 გრამი კარაქი, შაქარი, 200 გრამი შაქარი, ვანილი შევაერთე, გავთქვიფავ და დაგიბრუნდებ. გავუკეთე ვანილი და რა თქმა უნდა დარიჩინი. მრავალგრძელებ ეხლა ხდება, ძალიან მარტივია, ძალიან მარტივად ხდება.
დრო არ დავკარგო ამ პროცესს არ გაჩვენებთ. ეხლა დავუმატებთ რა თქმა უნდა ერთ ჭიქა კონიაკს, რომელიც ძალიან უხდება და ჯემს დაახლოებით 100 გრამი იქნება, შეიძლება 120 გრამი იყოს. დავუმატე გარგლის უგემრიელესი ჯემი, თქვენ რა ჯემიც აგაგ და რა ჯემიც გიყვართ ის დავუმატეთ და გააგრძელებთ თქვა. კარგად უნდა ავთქვით. აი უბრალოდ მასა უნდა შევაერთოთ. ეხლა დავუმატებ ზეთს 100 გრამს ინგრედიენტებს რა თქმა უნდა დაგიწერთ. ნიგოს აი ეს პეჩენია გამოდის, ბოდიში ორცხობილა არ მეცეთ. გამაფხვიერებელი ნახეთ, 1 და 2 ჩაის კოზი. ეხლა წავიდა ჯერ მოხალული და მერე დაბქული ჩემი ჰერკულესი. და ეხლა 1-2 სამოურებ და ფქვილს რამდენსაც შეიძენს. ჩამას აღარაფერი აღარ უნდა, მიქსერი მე აღარ მჭირდება. ეხლა 2 ჭიქა ფქვილი უნდა შევაზილო ამას, თუ მეტი წავა, მე იმასაც გეტყვით და გამოვაცხობ 180-200 გრადუსზე და დაგიბრუნდებით გემრიელი ორცხობილებით. ნუ ეს რეცეპტი არის გასაოცარი და არის ჩემი ყველა ინგრედიენტი მე შევაერთე. ძალიან ბევრი რეცეპტები ვნახე და აი ყველაზე გემრიელი ვარიანტი, რაც ვფიქრობ რომ გამოვა უგემრიელესი, აი ეს ვარიანტი შემოგთავაზე. აი ესეთი მასა გამოვიდა, ნახეთ უკვე მზად არის, მაგრამ მე ოდნავ ვქვილი და მაკლდა, იმიტომ რომ მინდა მე კიდე აი ნახევარ ჭიქას დავამატებ, ამოურებ, ზეთში დავისველებ ხელებს და დავაბურთავებ უკვე გამზადებული პერგამენტის ქაღალდი და გამოგიცხობ და გაჩვენით როგორი უგემრიელესი ორცხობილები გამოვა. აი ესე ზეთი თებში მაქვს დადებული, ხელს ვისველებ ზეთში და აგერ მიდევს ეს მთლიანი მასა, დავაბურთავე, ნახეთ რამდენი გამოვიდა ერთადებაზე, საკმაოდ ბლომად გამოგვივა, ადგილი დაუტოვეთ რომ არ შეერთეთ, იმიტომ რომ ესენი გაიბუთხებიან კიდე და განახებთ ეხა როგორი გამოვა, ნახეთ რამდენი ცალი გამოვიდა, უკვე 12 ცალი აქ არის და გაჩვენებთ ეხა რომ გამოცხობა როგორი გამოვა.